მადლობაო მართლაო ეკრებოთქია. არა მართლები ხართ ხალხო. დეკადა ჯორჯინა ვეტი. რა პონტე ქალებს დავცინოთ ჩეჩემ. არა მიდით გოგონებო. არის 90 კილო ჩემი დავარჯიშები. მე ვარ რომელ რამდენი კილო ვარ ვაფშე იცი? რომ ანუ მაგარი ვიდეო თუ იქნება მე გავაჩვენებ მეგეს. გაუმარჯოს მაყურებელს მისაყოლებელი პოდკასტი ვართ და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ყველაზე მაღალი ტეტრისის წევრი გუგა გაბუნია. ერთადერთი. ოპა! ეს რა ეფექტები გვაქვს? სერიოზული. ახალ სტუდიაში გადმოვედით და ახალი ეფექტები გვაქვს, რო იცოდეთ, მაგარი გაბუ შენ დაამატე? იასმი. ვა ჩაქრა. მეგობრებო, როგორც ხედავთ, ცოტა შეიცვალა სტუდია. ამის მიზეზი არის ის, რომ წინა სტუდია დაიწვა. წინა სტუდიას წაიგიდა ცეცხლი და სამწუხაროდ მოგვიწია ახალ სტუდიაში გადმოსვლა. და გადაიწვა ყველაფერი, არა უშოს რა. გადაიწვა და ესე დღეში ვართ. მაგრამ ჩვენმა სპონსორებმა უცებ ახალი სტუდია ააშენეს. ჩვენი სპონსორები უცებ ერთ კვირაში. ეს ახალი შენობაა საერთოდ. ახალი ის მოხოდეს. რეალურად გარეთ პროფესორი კედელია მარტო რომ კი ბატონო ნამდვილად და მადლობა ჩვენს წარმდგენს ლუდისას, ჩვენს მეგობარ ლუდ ბავარიას და ჩვენს მეგობარ კომპანია ალკოსფეროს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს გაწყვეტაზე. პირველად გასული წეღან და რავი მაგ გადავიდი. იმდენი შეგაკითხა. მეგობრებო, ეხლა გონიათ რომ გაბუ იმიტომ არის აქ რომ რომელიღაც სტუმარმა უარი გითხრა და 100%-ით მართლები ხართ. ზუსტად ეგ არის მიზეზი. 15 წუთით ადრე მოგწერა რომ იცი რა მე შეუძლოთ ვარო? არა. არა, მართლა ხო, შეუძლოთ იყო სტუმარი ვინც უნდა ყოფილიყო დღეს, მაგრამ არ გეტყვით ვინ იყო ეს და შემდეგ გადაცემაში. მინიშნებას მოგცემთ, ძალიან გავს. მამამის. ხო, სხვადასხვა ბალბეურში შეუდარებ. მე მგონი, მე გამწევს. ვინც არიცით და არ ამგონია რომ არიცოდეთ, გაბუ არის გამხდარი. უკვე ნათქვამი გვაქვს რომ ჩვენი ლალი სლიმსი ხარ შენ. სლიმსი. ეს სლიმს ვამბობ, ხო იცი რა. ვერ გადავაჩვიე მაგას. ხო და ჩვენი მემონტაჟე და ტექნიკური ხარდამჭერი. ეგრე გამოდის. ხო. ხარს გიჭერა. გუნდში როგორ მოგწონს გაბუს მონტაჟი შეგიძლია მითხრა? გაბუს მონტაჟი როგორ მომწონს? არ მომწონს რა თქმა უნდა. მე თუ არ მოგწონს. რა ვიცი. რამე მიზეზი თუ არსებობს იმისა რის გამოჩენა. რაღაცა შუტყები ამოუჭერი ერთი-ორჯერ და ეთქვა მაგის გამო გაბრაზებულია რა ვიცი. არა, მონტაჟი კაი. რაღაცა წენა თუ გაქვს ჩადებული, მაგრამ პირდაპირ მითხარი რა ვიცი. აღარ ამოგიღე. აღარ ამოგიღებ წენას გულში. ამის ვიდეო ნახე? რომელი? ჟღლინ ტივით რო ისროლეს მოვიდა. ქსენსოს ვიდეოში. აუქნეს? დევიდენ დოქსმა რაღაც აუში ნავი ჩააგდეს და ორი კაცი ავიდა ნავზე და რომელიც გადავარდებოდა, წაგებული ვარდებოდა რა. ბიჭო, და აი უცებ რა დაიწყო თუ არა და ამან რა ფარტხალი დაიწყო. აი გეგო აი რაღაცის ტრაკი გეგონება ექნებოდა და ტიპი არის აუჩერი. როგორ ისანიცი? ესე ჟღლინ ტივით სამოვა ბასეინში ხეფებიც არ ამოსულა შეჩემ. დავითად გაასეს. ტიპი არის 90 კილო ჩემი დავარჯიშები. მე ვარ რომელ რამდენი კილო ვარ ვაფშე იცი? 60 ვერ გახდი ხო? რატო ვერ გავხდი? აი ზავნა გამიხსნა. ტელეკია შენაცაგე? ხის ახიკლე. ბიჭებო გოგონებო დამსწრესაც გოგონებო. უკაცრავად რა ხდება მე რატო არ მოგწონს? კაცი ძიზლავი დავდე 2 თვით ადრე რომ მეთქი 60 კილო გავხდები ახალწლოვანი მეთქი თუ არა და სახინკო ვიკისოთ მეთქი რა რომ ვინც აგებს მეთქი და ვერ გავხდე იმიტომ რომ ბოლო ერთი კვირა ნახევარი ორი კვირა ახლოს ვიყავი სხვათა შორის მაგრამ მე შეჩემე რა. არ მახსოვდა და ვიდეოს რო უყურებდი ჟღლინ ტივით რო გაისროლეს მაგ დროს მივხვდი რა სახინკლე ხინკალი გაიხსენე ესე როგორ გაისროლეს დაჟე არ მოუმატებია არ მაინც გამიქრა აბეჭო მაგარი ნავარჯიშებია ხო ორით ადრე კი შენც იყავი იყოს არ გაფთრალი იყავი ალბათ რა რატო დავლე რაღაც არ მგონია შეხვარს ახორი ეს ეს ხო ის არის ასე რომ მეგობრებო ვინს ხართ გაბუს წონაში ეგრეთ მეჩხუბოთ მართლა ყველა ცოტათი მოიხოდეთ ბიჭო არა ისე მართლა ჩემ წონაში თუ ხართ ვინმე და ვისაც უნდა სპარინგი მე დიდი სიამოვნებით მართლა ვისაც გიგეთ
შენ წონაში ტეტრისზე თუ იპოვინოს მოიმატა ყველა მიგაჩი შენ ყველა ჯერზე მოვიდა მე სიმაღლეში ვიზები ისინი წონაში უი ხო ეხლა რო დავდივარ ბექა იმინა ხოძეა ძალიან მაგარჯანზეა რაბანაც მაგარ ხოძეა სხვა რაბანაც კარგი ამასე თორი დადო ჩემი ნავარჯიშო და რა ნავარჯიშებია კარგად ვინ გაწყინა ეგრე რა წამოარტყი ერთი შენ და ბენი მიგორავე სტატამზე და ეგ ბენი რა ის ბენის მაგას ხილი აქვს სხვა შორის ერთია ღიპის გამოწევა შეუძლია რა იცი აუცილი ხალი გეგონება კუნფუ პანდას ბიჭო მე ორსული ხალი გეგონება ზმა გავგიჟდი ჩემი რა და მე აღარ ვთქავ მე მეწოდება მინდა გითხრა რომ ეგ უნიკალური სკილი არ არის მე ბიჭო რაღაცა ქალისთვის ხოლმე ცხელი რა დამირტყავს არასდროს და ხუაზე ხარ ეგრე ისევ ხოლმე შენგან თავს ორსულს მithumeda და ხელს არ დავარტყავ ეხლა ეგრე გემალება ხოლმე შენ თუ გონია შენ წონაში ვინმე ბიჭს იპოვი ბიჭს ხო ვიჭი და ოთო და რო ეპატიჟები სასვარი აი როგორ ვერ იპოვი ბავშვი ბავშვი რა პრობლემა ბავშვი ვიჭი ალექსანდრესთან გაჩხუბეთ მაგრამ შეიძლება მაგრექს ბიჭო ცი ცაც რა ბედის მონახევრია თო რავი არა პრობლემა ვარჯიშებს შენ სახში ეხა ის წიგნი წაიკითხე მეთქი უთხარი დამპირდა რომ წავიკითხაო ცოტა ხანი სოფელში იყო წიგნი წაიკითხა და ბოქსის ხელთათმანები უნდა მეყიდა მანამდე ჩემი თუ არ ჩხუბზე იყო რა მიწიგ თუ რა წაიკითხე ჩხუბზე პროსტა ეს წიგნი უნდა წაიკითხა ისე არ ყიდულობდი კრივის ხელთათმანებს რა მაგარი ნუ მოტოცე მეცი რა ჩემი კრივის ხელთათმანებით ვარჯიშობდა ხოლმე აი ანუ ევოსება ჩხუბი ძალიან მაგარი ბიჭო მე რო ბიჭო მეყოლებო უეჭვილნა ჩხუბი ვინუშდენშია იმიტომ რომ მე ვცემ ხოლმე თავდაცვა ხოლმე ისოდეს მამისგან წავა ეგ თუ ეხა ბიჭო შე რა ხდება მოძალადე როა ისი შე მოძალადე როა აშკარად შენც არ ბიჭო მე რა არა ბიჭო მე ჩხუბი უნდა იწოდოს ბიჭო ასტორებს რა ბავშვობიდან უნდა ალეჭინო მე მაგრამ მე ვოსებ სამძებო ჩხუბი არა მე ვოსებ მაგრამ და კრივ ძალიან მაგარი ძალიან უყვარს ვა კრეპლინგის მაგრამ მე ვოსებ კარჩე MMA რა მაგრამ ასტორებს და ხშირი მაყურებელი ვარ სხვა არა ხო ნუ ეხა კრივი და ის რო გევასება ჭიდაობა ვიცი მაყურებელი რო ეგ მეტყობა ზუსტად მასალების აღნიშნები მაყურებელი ვარ მე მასალების შენახვა არ გიყვარს ძალიან ჩიპებზეო ეგ გავიგე და ეგ ამბავი თქვით არა და მაკეტკერ მიმყავდა და მე გადავუხვიეთ კრივზე და რაღაცნაირად დავაბრუნე ძალიან კარგი ისტორია გვაქვს ესეთი რომ ჩემი უშენიერსიტეტის უყარლესი ცოტნე დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ლევან საგინაშვილს უსათქავებდა რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაეჭირა და ჭამეა ნაჭამეში მოეყვანა და როგორც იქნა ჩერეს ჩართულა იმით იქით მიწერა და აბა ჩერეს მიწერა რაღაც და ლევანსაც ეცალა მოვიდა ჩავწერეთ გადაცემა სხვადასხვა დიდი მადლობა აქვე მამანს იმიტომ რომ ძალიან კვარა შეეხმარა და მე და ლევანი დავსხედით პირისპირ მოუგე ყველაზე მაგარი გადაცემა გამოვიდა აი გული გადაცემა იყო აი გადაცემა არა ის აი გადაცემა გამოვიდა და აი რა უნდა დაიდოს უკვე რა რომ ველოდებით რომ უნდა დაიდოს გაბუქწერს რომ არიო ვიდეო არ არის ვაფშე პაპუ მეთქი არა რამე ხო არის ერთი კადრი როგორ არ არის რამე სურათი მაინც დავდოთ აი არა თან ყველას გადაობა იყო თან აღა ეგ და რა მაგაზე დამემო წერ ხო მომწერე ხო თუ დამირეკე თუ ჯერ იდას მიწერე მე შენ მოგწერე ბიჭო არც თუ გონია მახსოვს როგორ წამიშ ბასიანი და მუნდები ბიჭო აღარ დავდივარ ზმა ბასიაზე რა კარჩი გაიგეს ბასიაზე დავდიოდი თავის დროზე და ბასიანი რაღაც არ მითხა ბასიანი თუ რაღაცა ის რომ მეყობი და რა უნდა თან ბიჭო კაი ხარ გაბული გო წამიშალა მართლა არ მახსოვს იმიტომ რომ ვინჩესტერის გადატანი მქონდა მახსოვს და აშკარად სხვა რაღაცა გადავიტანე და ის დაუშალე მე ალბათ ეგრე გამოვიდა ანუ სხვა ლოგიკას ვერ პოულობ რა აი სკალამ გააკეთა ძალიან ფოლდერი მაქვს აი ძალიან ბევრი რაღაცა ხდება და ეთყობა რაღაცა ეხლა რო აღმოჩნდეს რაღაც გაქვს ეგ მასალაში დავამონტაჟე დავდებ რა ძალიან ბევრი რაღაც ხდებაო ეგრე არის ხო ბასიან რო დადიხარ მაგარი აურზაურია ვაფშე სხვადასხვაები ვარ და სხვა ტიპები არიან ყველა ის ბიჭო და ის რა ჩემი კარი ბიჭო არა გვაქვს ლუდები არა შეწუხდე კალბოტონო გენეცვალე ხო და ნახე მე არ ვინერვიულებდი გაბუს ვიტყოდი რა ეს ერთჯერადი შეცდომაა მაგრამ ტეტრისის პირველივე ვიდეოში ხმა ნახ всё გათშვილი ქონდათ მიკროფონი რა არის ცი აი რა გიდა ოსარი ჩვენ ზოგადად ტეტრისის თავიდან რომ დავიწყეთ ეხლაც და სულ გათშვილი ქონდა მიკროფონი ყოველთვის სწავლობთ და ყოველთვის რაღაცას იმოვითარდებით და ესა და ერთ დღესაც შემოვიდით თქვენი YouTube-ზე და დავინახეთ რომ რაღაცა გათშვილი იყო მიკროფონი და მოდი მივიბაძოთ თქვა პატრიოტს ახალ დიდი არხები მაინც ხო მოგბაძეთ და ჩვენ ეგრე გავაკეთეთ რა პრობლემაა ჩვენ დიდი არხები დავიღებთ მაგალითს ჩვენ დიდი არხები დავიღებთ მაგალითს პროსტა რაღაცა თავიდან ბოლომდე არ გქონია ჩვენ არც ერთხელ მეგობრებო ნაცი აი რაღაც ნაწილი გვაქვს ხოლმე რომ ეხა ბოლო ვიდეოშიც გქონდა
ხო და მაგას დასაწყისში არა ბოლო ვიდეოში რა მოხდა თან აბანად თქვენთან ხშირად არ ნაყოფი და სწავლობს ეთყობათ ის რა და რაღაცა დავამოღამეთ ყველამ ერთად რა თახე ბიჭო თავისიან შეტენა რატო შევტენით ყველამ ერთად გადაწყვეტე აბანამ მოიტანე იდეა დადო ასეთი გავაკეთეთო ბიჭებმა გააკეთესო და ჩვენს ხო არ უკნათო რა კაია ასწორებს მაგა ტელევიდეო რა ჩვენ ეგრე გავაკეთეთ ტელევიდეოში თქვენ გაჯობეს დაჟე მაგაჭყე ე ბადრა დაგემართა გაფიცებ რა დაგვემართა თუ შენ წაგეშალა ხრიალის ხმა იყო მიკროფონში ბენი არო ესე ლამაზად უთქვავს ვინმე ბეჭო იდეალურად შეუბოთავს არა გამიხარდა ზვაო რომ დაბრუნდით ესეთი წარმატებულიები და ესეთი კაი დასაწყისი რო გაქვთ რო აი მეთქი ეს რაღაც ახალი ის არ მიყურებია ახალი ვიდეო ბოლოსაც დადით მაგრამ იმას უყურე პირველი ბრუნდებით რო დადით და დამევასა ოდნავ დიდი იყო ჩემი აზრით რა ცოტა პატარა ჩემი სცენა იყო მე მგონი ცოტა გაწერილი და დავშე არის ჩემი იმიტომ რომ შეიძლებოდა მაგის ბენისიც ბენის ძალიან მოკლე იყო ბენის იყო ჩემი იყო ყველაზე დიდი სცენა მე მგონი ჩემი იყო ყველაზე დიდი სცენა და აი მე რამოდენმეჯერ რო უყურე მე უკვე მე ბევრად ცოტა რა ბიჭო ეგ იმიტომ რომ ხალათიც იყავი და ანუ ეს ხალათი იყო ეგ პიჯაკი ქვია მაგას ისე რო იცოდე პიჯაკი სახლიდან პიჯაკი ქვია მაგას პიჯაკი დავინახე ხალათს გავ კოსტუმი ხო რა ბექა რატო იყო ეს ცოტა ბეკას არ ვიცი რატო იყო ეგრე მაგრამ ნუ იდეა იყო სცენარის ედია ეგრე იყო რომ ბეკა ყრიბავდა ვითომ და ნუ მეტი ბეკა თუ შეიძლება მეტი ბეკა ხო იყო კაცო ნო არა ბეკა იცი მე მეც ვიყავი ბეკასთან იცი ხო ვიცი მითხე სხვათა შორის შეიძლება და კალას მე მგონი ხო და კალა რამოდენიმე იმ ერთი ვარჯიშის მერე ეს ვერ მოძრაობს ხო ეგად ამას ვერაკეთებს ეს არ ვარჯიშია არასდროს თუ კაი ხანი არ ვარჯიშია ხანი არ ვარჯიშია და რომ მივედით არ ვიცი ბეკასაც რა მოელანდა უცებ რაღაც გამოისვა პირდაპირ აბა დავაიეს და ბინა რო გავხედე მეთქი მაგას მე ვერ ავწევ შეიძლება რატო კაჩავ ვარ კალა ჯანზია მოიჭონ ჯანზი არა ჯანზი დიდია ეხლა თქმა უნდა ძალიან შეუულია პროსტა პირველი ვარჯიშის ძალიან ერთი მამარა იქ მაინც ვარჯიშის დროს გიჭერს რა რაც არ უნდა იყოს მიდუმენდეს რამდენი ხანი ბოლოს როდის იყო ეხლა მე რომ მივიდე დარწმუნებული ვარ გაცილებით უბრალოდ გამო უარესი დამემართება რაც კალაში შენ რატო არ იწევ ვარჯიშს გეზარება ვიწყებ იქეთაც თვითონ ბეკასთან შენ ჰა ბიჭო არა ამ თვეში ბევრი რაღაცა მაქვს დაგეგმილი ცხოვრებისეული და ფინანსები არ რჩება მაგისთვის მაგრამ თუ გინდათ ჩემი ანგარიში იქნება აღწერაში და შეგიძლიათ ჩამირიცხოთ არა ხო ინფორმაციის ლინკი იქნება აღწერაში მე ჩავწერ და შემწეობა სოტნეს ვარჯიში დავეხმაროთ სოტნეს ღირსის დაგებაში მე წინასწარ ვიგეთქვით რომ ლარიც არ უნდა გადარიცხოთ მაგაზე იმიტომ რომ ანუ ერთი 5 წელია ვარჯიშ ფიტპას წელოდება და აზრია რაც ვოკამ გაჩუქა შენ აი მაგებით უნდა ივარჯიშო რა აქ ჰა რა აქვს განტელები აჩუქა რომელიც სასმელი უნდა ჩაასხა სასმელი აბაჟი ჩემ მაგარი განსხვავებულები აჩუქა განტელების და შტანგის რაღაც ფორმის თავიდან რო დავიწყებ მარტო კარდიო კარდიოგინა ხო ცოტა უნდა დავაგდო ანუ რა მოგამი მოხსცი ეხა დაკლებული მაქვს სადღაც 15 კილომდე რა ოღონ დავიკელი სუფთა იმის ხარჯზე. შემაგრა დაი. ხო, სუფთა იმის ხარჯზე რომ სახლში ბრინჯი, ქათამი რაღაცა. ხო, ეს მაგარნები ხო ქონია. არა, სხვა საშუალება არ იყო. ხო და არა, ნუ პროსტა რაღაცა ნუ ეგრე დაემთხვა რა მოკლედ. ის არა ვქია. მეც მაგარი მარტივად დავიკელი რა და ის ვარჯიშს რო დავიწყე პროსტა რომ შევინარჩუნო რა ეს მომენტი. მე მქონდა რეკორდი. 12 თქვენ და კი მაგ ნათქვა მე მგონი. 12 კილო მოვიმატე 3 თვეში. ოღონ ის პროტეინი, კრეატინის ხარჯზე და მე რო დავანებე ეგრევე გამძრო რაც მოვიმატე. ხო და არ არის. ფასიანის ხარჯზე ეგრევე გაგძრო ყველა. ბიჭო, მაგის მერე დაიწყო მაგას ვაფშე არც ნაყოფისა ვიყო. მერე დაიწყო ისინი რა ბასიანები ყველა. ბარემ დავიკელიო და გაბუს გადავწეთ საჩუქარი რა და რაღაცას და წავიდეს. გათამაშებაზე ვიტყვით ან რაღაცას. ხო, ეს. კომენტარებში პირველი ვინც გამოიცნობთ დღეს გაბუ აქ ვის მაგივრათა ძის პირველი ვინც დაწერს იმასაც გადავწეთ. ოპა და იმას მეცაც გეტყვი ალკოსფეროს რომსაც ჩაუმატა. მაშინ მინიშნება მოცეთ რამე არ არის. მივეცი მინიშნება უკვე მორჩავს. всё, ხო, წინათ ხო, თავში იყო მინიშნება კი. ხო, რა თან მამამის გავარ და გოგო ვარ რა, პროსტა. კარგი, ხო, რო აუხსნათ უფრო კარგად გიორგი, მაინც კიდევ ერთხელ. მინიშნება არის ის, რომ გავს მამამის და ეს ჩვენი სტუმარი უნდა ყოფილიყო. მე მგონია რომ არ გავარ, პროსტა ბევრი მამას გავსებს. შეიძლება.
შეიძლება, ხო. მეც ეხლა რო გითხრა რომ ხო რაღაცები რანუ არა. ხო. და გოგო არის ეს ჩვენი სტუმარი, ვინც უნდა ყოფილიყო. ვინც პირველი დაწერს კომენტარებში, ვინც დაწერს კომენტარებში, მას აჩუქრა და ეცება. ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები. აი ესეთი. აუ, როგორი მოვლენელი. ვაფშე აუვლოდე. ამას დატოვებ აქ ბიჭო. აუ. ხო და ასევე საჩუქარში ჩავამატებთ ანგოსტურას რომს, რომელიც ალკოსფერომ სპეციალურად ჩვენი მაყურებლისთვის გასათამაშებლად გამოგვიქცა. აი ხარი. კომენტარებში საკმაოდ პასიურები იყავით, მეგობრებო და გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და მეტი აქტივობა კომენტარებში, იმიტომ რომ ძალიან მაგარი რაღაცები თამაშდება. მაგრა დაუდგები, ხო? თამაშდება მაგარი რაღაცები და არხსაც ძალიან მაგრა დაუდგები. გუნდი შეხედაო იქ რასაც გითხო, დამინძრა ბიჭო თვალზე ჩემი გადაო, ვარ და მაგარი მხედველო. ბიჭო იმანიც ის ძალიან ის განათებების თამაშმა და რაღაცები. რო იმაშო. კარდიო კიდე მაგარ ვაკარდიო. წინა ვიდეოში ჩვენ თქვით რომ მოიგონეთ რაიმე იაპონური შოუ და მათ გადაეცემათ საჩუქრად ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები. დავით ვერიშვილი არის ერთ-ერთი გამარჯვებული, რომელიც ვახსოვს რომ ვაზელინის გამოყენებით ვინ უფრო ღრმად შეუძრება ეს შოუ და თუ ეგ არსებობს უკვე ჩემს სამსახურში როგორ სამსახურში არსებობს ეგ მეგობარო რა ვიცი. გასაგებია რომ სტრუქტურაშიც მუშაობს. ყველაფერი გასაგებია უკვე. პროქტოლოგი თვალახვეული ამოწმებს ანუსებს და უნდა გამოიცნოს ვის აქვს ვუასილი და რომელი სტადია. ალბათ ხო? შესანიშნავი თამაში არის. ეს ახლა იაპონიაში უნდა ჩატარდეს. მე ჩვენ ამის მონაწილე გვყავს ლალი სხვათა შორის იაპონიაში რო ჩასული მონაწილეობს ეხლა და გამარჯვებულიც არის და თქვენ ვერ მოიგეთ, იმიტომ რომ ეს არსებობს ეს შოუ. ეს ვაზელინიში შეძრომაში ვინც მოიგეს, ფინალში მე ესენი უნდა გადმოდნენ ამაში და ანუსებს ამოწენენ, ეს ვაფშე მაგარი იქნება. ჩემ გარდა ყველა მიცოდით რომ ბუასელ სტადიები აქვს? არ მე არ ვიცოდი. როგორ არა აქვს ჩემ ბუასელ სტადიები ხარ რა ვიცი. კაი, დაუბრუნდეთ ჩვენ სტუმარს. გავუ. და რა ვიცი, რა გინდა რაღაცა უნდა შემეკითხო ეხლა. არა, ისეთი არაფერი, უბრალოდ მაინტერესებს ვისი იდეა იყო და აი, ან როგორ მოხდა ის რომ ტეტრისი აღვადგინოთ თემა როგორ მოხდა. ანუ რაღაც მომენტში იჯექით 4-ვე და არა. ბიჭო ის არა ისეთი ახლა სიმართლე რო გითხრა ჩვენ ესე ყოველდღე ახლა არ ვნახულობდით ერთმანეთს რა. ახლა რაბანას ნუ გასაგებია. რაბანას შეხვდეო ბენი ნახულობდა რაბანას ხშირად. იმიტომ რომ საქმის თემაში ან რავი ბარში ლუპერში გაიჩნდებოდნენ ხოლმე ერთად რა. მეც ლუპერში ხვდეოდი ხოლმე რაბანას რამოდენიმეჯერ მან გადავაკვეთეთ. ბენი სულ ნახულობდა. ბექა кайხანი არ ყარა ნანახი და რავი ერთ დღეს მე ბენი მითხრა პოსტა რომ ესე მაქო იდეაო რა და მე დაიწყო რა ბიჭებთანაც ლაპარაკი და მე ანუ ბენის ინიციატივა იყო? ხო, ეგრე გამოდის, ხო? კი, ბენის ინიციატივა იყო რა. თორე სურვილი ასე ალბათ ყველას ჰქონდა რა. საჭიროება ხო იგრძენით რომ ეხლა ისე უნდა შეკრებილიყავით და რაღაც კარგი რაღაცების გადაღება შეიგრძნოთ. კი. ძალიან კარგი მაგმუღამზე უნდა იყოს სულ და ეგრე უნდა გააგზავნოს. თემა ისაა რომ ეხლა მაგალითად ჩვენ ძველ რო უყურებთ, ეხლა ცოტა რაღაც ბევრად ბავშვური რაღაცები ქონდა რა და ეხლა რო უყურებთ ჩვენ თავის ბევრად მაგარი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია. იმიტომ რომ მაგ დროს არც გამოცდილებას არ ქონდა, წარმოიდგინე ვაფშე არაფრიდან დავიწყეთ ვაფშე რა. ვაფშე გარტყმაში არ ვიყავით რა უნდა გავაკეთებინა ის მე ფედავიზრი და რაღაცები რო გადავიღეთ, ისიც ბექამ გააძრო კაროჩე და რაღაცას მაიმუნოდი წარმოიდგინე რა და ეხლა იდეების დონეზე ბევრად მაგარი რაღაცები შეგვიძლია გავაკეთოთ და ტექნიკურადაც რა იდეაში რა. მონტაჟის მხრივაც, გადაღების მხრივაც ბევრად რაღაცა კარგად შეგვიძლია და ჩაგეძებით. შენ არხზეც შლი ხოლმე ვიდეოებს თუ მარტო სხვის არხებზე შლი ხოლმე. ჩემ არხზე სხვადასხვა, ჩემ არხზე ისი რამდენი რაღაც სისულელი გამიკეთებია რა. ეხლა უფრო მეც წაშლი ჩვენთან. ყველა წარმატებულ ვიდეოს წაშლის და კონკურენცია არ გაუწიოთ. ასეთი მიმდინარეობა გქონდეს ჩვენ თუ გინდა აქ სამარილეზე რომ ანუ მაგარი ვიდეო თუ იქნება მე გავაჩვენებ წავშლი რა. ძალიან გამიღარდება. რა პრობლემაა. შეიძლება ვინმე იუთუბერებს ეწყინა შენი თქვენი დაბრუნება? ჩვენ გარდა ანუ ხო, ჩვენზე არ მიდის საუბარი. თქვენ გეწყინავთ? წყენით არ მგონია. მე მაგალითად არ მეწყენებოდა რა. არა, მე 1-2-დან გავიგე უბრალოდ. ვაი, გოეწყენთ არაა პრობლემა, მაგრამ მე არ მეწყენებოდა მაგალითად. გოეწყენთ ავიღე. მე გამიგე მართლა. იმიტომ რომ უსახმურები. ბიჭო. რაღაცა ქენით, მეთქი რაღაცა ქენით და ძლივს. მოაბეს თავი. და მიკროფონი გავიდე. ეს რა თქმა უნდა ბიჭებისგან ავიღეთ ეს მაგალითად. მანო ის კიდე გაკეთო ეგეთი რაღაც. ეგრევე მოიფიქრეთ როგორც კი გაიმაზა რომ სადაც მოხდებით ყველგან. ეგ ვიდეო და იდო ეგრევე ჩვენ გადავიღეთ, მოდი გავაკეთოთ.
სინდისოები არიან რა. ბიჭო მინუს ვარ დაესწრო მაგიტო. ახლა რა. პირველი ამათი. ვიღაც ხო გააკეთებდა უეჭველი ხო? მე ჩვენ გავაკეთე. ბიჭო ისე იმის გარდა რომ 4000 ვიდეოს ამონტაჟებ დღეში, მაგის გარდა კიდე რა საქმეა. აი ტეტრისს ამდე უფროსო რა სამ დაიწყებოდა. ვიდეოების მონტაჟის გარდა თამაში მევასება ძალიან. თამაში და რა ვიცი რა ცეკვა მევასება. ქართულ შენ მაგას ცეკვას ეძახი. ქართულზე 9 წელი დავდივდი სხვათა შორის. რო იცოდე, დაიჩემი 31 წელი ცეკვავდა და მეც მომიწია რომ მეცეკვა და 9 წელი მაცეკვეს. ხო, 9 წელი ვიცეკვე სხვათა შორის. ანუ იცი რა, ხელს გაშლი ხორცი. ბიჭო, ხო, მაგრამ არ გამიშლია кай ხანია, იმიტომ რომ რაღაც ის აი ქართული ცეკვის, აი ქორწილში ვერ ვიცეკვებ რა, ეხლა რაღაც ვერ გამოდი ხარ ხალხის ხოლმე. აი დაბადების დღეზე ეხლა ბოლოს წინა წელს თუ რაღაცა ვიცეკვე, ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე და ის როგორ ისე აი ძალით რაღაცა რა. ისე შანსი არ არის რაღაც. მე ხანდახან კაი ბლომად რო დავლეო. ბიჭო, მე რა მაქვს, იცი რაღაც კომპლექსი მაქვს თუ რაღაცა რომ აი ვიღაცა ყველა მე რომ მიყურეს, მაგას ვეღარ ვცეკვა მე რა. არ მიყურეს რეალურად არავინ. ვერ მხედავს ალბათ, ნუ გამختارი ვარ ლანდავ და მე ვიღაცას რა ვიცი. დატრიალების დროს. ხო, აი ეს მოსწავლდება ის ზუსტად იყურება. ეხა უფრო კაი გამოცხადება მოვიდა. და აჭაროჩი. ამისთვის რომ ერთადერთი 2D იუთუბერი. ვაფშე ჩემ ახლა ჩემ არხს გაკინოს აღგიანოს ვაპირებ და ვაფშე 2D. ეხა დაიწყე. 2D გაბუს დავაწე ვაფშე ასე. ანუ 2D იუთუბერი. ეს რა მოიფიქრეთ ეს გაბუსლიმი დიდი არხებიდან რო ისლებით და თავის არხებს აკეთებს 50000 გამომწერიყო შენ მარხს. იქ რაღაცა ბენი და რაბანა და კალა და ის სხვათა შორის ჩვენ რო დავიშალეთ ჩემ არხზე მყავდა მაგ დროს 46000 გამომწერე და სანამ დავბრუნდებოდით ეხლა ტრეილერს სანამ დავდებოდით რატო გეცინებ? სანამ დავბრუნდებოდით 47000 მყავდა. ანუ 2 წელს განმავლობაში და მე ტრეილერი დავდით 50000-ზე ავედი და რა ვიცი, ნუ გამომიწედი და რა. მომისვენ რა. ორ ადამიანი 3 წელი ავედი. მე მართლა არ უყურებ. არაფერს სისულელს ვაკეთებდი. აგონ ეხლა დღესაც ეხლა აი დავაპრივატე ეს ვიდეო. ჩატ ალტერნატივს ვიღებდი ბიჭო, რაღაც სისულელს. ო შიტ. რაღაცა ჩემ ეხლა დავაპრივატე ვაფშე ეგენი. ო ხედავ, აგერ როგორც იქნა მოგუბაძე კაი ხალხს და მიკროფონი გათიშე იმაში. ესეთი კითხვა არის ლალის ტყუპის ცალისგან დალისგან. რა ქვია გამოსერე? დალი, ხო, დალი. ბექში ჯობია თუ ფრონტში, ანუ მემონტაჟეობა გირჩევნიაო თუ შენაო, იქო თავიდანვე სხვანაირად დაიწყეო და რომელი გირჩევნიაო? არ ვიცი. აქ ფრონტში ბიჭო ვის არ ურჩევნია ფრონტში? არ ვიციო ქალბატონო დალი. არის. არა, მე არის კამანდა, ვისაც უჩევნია ბექში, მაგრამ აი 90% დარწმუნებულიო, ანუ წინ უჩევნია რა, ეხლა ანუ რა თუ არ გიჩევნია, ხო? ნუ ხო, კამერას ახარ რა. პოპულარობის არა მარტო პოპულარობისთვის ბიჭო, ეხლა მე რა ვიცი, სიამოვნებაა არა, ეგ მოსალიდებელი არა. არა, ბიჭო, რა მოსალიდებელი, ბევრს უსწორდება მე ბექზე, მაგრამ მე რა მე მაგით ვკაიფობ რა, ეხლა ტეტრში რო ვიყავი, მაგრამ მისწორდებოდა რა, პროსტა ეხლა დუჟენია, ჩემ არხზეც პროსტა მე არ ვიცი რატო შემომეკიდა, მაგრამ მოხდა ეგრე რა. იმიტომ რომ შედიცოდი ხო მარტო. რა. მონტაჟი და ის ბექში ტექნიკური მხარეები. ბიჭო, ტექნიკური მხარეები ყველა რაღაც პონჩი ვიცოდით, მაგრამ YouTube-ი ადრე მეც არ ვიცოდი ბევრი რაღაც. ეხლა ბევრად მეტი რაღაცა იცის, მაგალითად ბენი, ჩემზე კამერების თემაში ბენი ბევრად მეტი იცის ჩემზე რა. რაბანაძეს ბევრი რამე იცის, ხო, ეხლა ვექამოს რაღაცა, ყველა რაღაცა ვიცით უკვე ბევრი რა, მეტი იმაზე. ნახე. ვა, საღოლეს აბიჭო, რაღაცები ხარ. მეგობრებო, თქვენ თუ ვიცოდით რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ნეკადო როყაშვილმა გამოუშვა ახალი სინგლი. ვიცოდით. ხელად ამლოკე. ხომ არ მოусმენთ ამ არა, მოგვასმენია და მე დავუმუთოთ ეს. ეხლა მაგალითები იქნება. უკან საქსოფონიან კაცს ხედავთ ალბათ. მე რატო მე ვიცნობ მაგდებს. ნუ აი დაახლოებით ეს არის მეგობრებო. ახლა მოდი წავიკითხოთ ამ ვიდეოს კომენტარები და მე თქვენი აზრები. სანამ კომენტარებს წავიკითხავ. მე არ ვიცოდი ეს გოგო მომღერალი იყო? იყო შეჩემ, არ იყო ხო? ანუ რაღაცა, არა, კლიპი გამოიღო. არ იყო რა, ეხა მომღერალს ეძახი შეჩემ, არა, გიორგი. რაც უნდა კაცო ისაკეთო მაგაზე მე არ ვარ წინააღმდეგი უნდა სიმღერა დაწვეს, მაგრამ იყო თუ არა მომღერალი თქვა ეგ მაინტერესებს. მე არ მიყვარს ესეთი სიმღერები, აი ის არაფერს არ ემსახურება და მარტო იმის გამო რომ შეიძლება ჩართოს ვიღაცამ რომ ვიღაცის ტრაკს უყუროს. მე არ მევასებ ეგეთი რაღაცა. სამწუხაროდ ეს კლიპი ჩემი აზრით მაგისთვის არის გათვლილი. ხო, ხვდები და ხო აი სიმღერის კუთხით ან რაღაც ხო არაფერს არ ემსახურება არა კარგს. რომ რაღაცა ქართულმა მოსწონთ ეხა შე. ქართული სიმღერა რეიტინგში წინ წაიწია ან რამე რა, მაგას ხო არ ემსახურება არაფერს და. ეს კლიპი რას გავს იცი? ის მომენტი რო არის, რა ქვია. ისე გადამიღე რომ მიხვდეს მინდა კარგა. რაღაცა ეგეთ სტილში. აქვე აღნიშნო რომ მაგრად კიდია იმათი სასამართლოს ისტორიები და რაღაცები წარმოდგენა არ მაქვს იქ რა ხდებოდა. არანაირი ისეთი ის არ მაქვს რომელიმეს ვერ პროსტა ეს კლიპი ჩემთვის ძალიან
ეს ახალია თუ იმასთან არა კავშირში? ახალია? ახალია და თქვენი აზრით უფრო ეწყინება რომ დაშორდა თუ უფრო იამაღებს? ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ესეთი კარგი კლიპი გადაიღო? რომ თავისი გზა იპოვა. ვინ არ გაღიზიანდებოდა ნებისმიერი ჩემი აზრით. გაღიზიანების მინიმუმ ხო გაღიზიანდებოდეთ ახლა ბიჭო ნებისმიერ ადამიანურ თემაა რა. ხატია წერეთელი. ხატია წერეთელი კარგი. ეს უკვე ეს ავი კომენტარებს აღარ წავიკითხავდი კარგი ეს. ხატია წერეთელი ამასთან შედარებით პავაროტია. Don't listen anyone neck. It's amazing song. Don't listen also me. ანუ არც მე არ მომიცინო ძალიან მაგარია რა. ამდენ ცუდ კომენტარს ნუ წერთ რა ყველას ვერ ვალაიქებ ხო. აუ ძალიან ბიჭო ძალიან ჩემი ნუცა ბუზალაძე in 154 ფიო რა და ისე ბუზალაძე 360-ში არ არის სადაც ვახ Don't listen to supporters guy. ეხლა ეს ექიმს გასუჯეთია. ბასილაშვილის ადვოკატი რო აპარაკობდა ხო იცი? რომ ქვას გახეთგავს ესეთი არგუმენტი. შეიძლება ეს კლიპი მაშინ ქონდა იმასთან. ჩვენ ხوار მოგვიყვანია ახლა სოლი ჩვენ რატოში არის მოსული. აუჩი ეხა იმან სოლი მოიყვანა ხო? კიდე ერთი ფაქტი გამოვჩა ეს კლიპი არის 18+ და YouTube-ზე ვერ ნახავ თუ არ შეხვალ. იმით შენი აკაუნტი არ შეხვედი ხო? 18+ რა არის ამ კლიპში? აი რა ვიცი არა ბოლომდე არ უყურეთ და მაგიტო თუ უკან საქსოფონიან კაცს რაღაც უჩანდა თუ არ შეიმჩნია. რა უჩანდა? რაღაც უჩანდა თუ არ შეიმჩნია. უნდა გადამაგდებული. ინგლისურად სად ვნახო? აა აქციიდან ფიზიოლოგიური ვის დაგჭა თვალები უნდა გამოვიბანო. ასე აჯეს. აი ვიღაცამ ხო უთხრა ვაუ რა მაგარიაო. ის პირია დასაჯელი. ნეკა has hidden talent. Leave it hidden. მარიამ ლამაზის ოდნავ ლამაზი ვერსია. ოკეი. მარიამ ლამაზი ვინმე უნდა ვიცი. მარიამ ლამაზი არის ის? ძალიან ვერ დაგიკაროს ცხოვრებაში ჩემი აზრით. მართლა? ძალიან. ახლა განახეთ AI ვიდეოს, რომელიც შარშან 10 ყველაზე მოსმენად ქართულ სიმღერას შევიდა 5 მილიონი ნახვა ქონდა 7 თვეში. ეს ტრენდებში შევიდა თუ 10 ყველაზე მოსმენად ქართულ ვიდეოში და შევადაროთ ნეკას ვიდეო, შევადაროთ 2 წუთში დაწერილ AI სიმღერას. მოკლედ ეს არის AI მუსიკის არხი, ვინმე თაზო კოჩიევი აკეთებს AI სიმღერებს ფსევდონიმით აფროდიტი და აქვს 5-4-2-2 და შემდეგ მილიონობით ნახვები. ბიჭო, ხო, იმიტომ რომ უსვენენ საქართველოში ესეთი. არა, მე მგონია რომ თამბნეილებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მაგ შემთხვევაში. ეს რა არის? ნოიმე. ეს რა არის? და გადავიდეთ თქვარი მე ვასება ძაას. ამის და ამის ქმრის ცეკვარი გქონდა ნახი? კი, როგორ. აუ, ეგ აკეთეს ხოლმე რაღაცა. მაგის ცეკვას დაადეს ის, რა ქვია. რუსთავ ერზურ გადიოდა ამინდის პროგნოზის მუსიკა, ხო იცი? არის ეგ მუსიკა? ეგ და ეს ძალიან მე იცი რომელ მიმზე გავერთე. დაიჟდა ვაფშე ეგ მუსიკა. რომელ მიმზე გავერთე, იცი ძალიან ამისის ხო იყო და ეს წვიმა და რაღაცები ხო არის. და ადრე ბაბი რო გადმოხდა ფილარმონიაში დაფრინავდა და მის ქმარის გაკეთებული ეგრე და ძალიან ვიცი მაგაზე. მოდი ერთხელაც შევხედოთ ეთი რა ხდება ამ კლიპში და განვიხილოთ თან. აი, წყალი მოდის. იმას ის მეორე მაგაც არის რომ მე მგონი ის რაღაც მომენტში მიხვდა სად არის რეალურად, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ისეთი გამოხედვა აქვს რომ რაღაც ისეთი არ არის. და იყო სწორდება. ჩემი ეს საევროვიზიო კლიპი არის ეს. იმის მერე სუველოდები რომ ამის ქმარი უნდა ჩამოხდეს. ხარ გამოდის, ცეკვა გამოდის ხო მაგარი? აი კინოა ამაზე ვნახე რაღაცეები და სოფობედიას ქმარი ქვია ხო მაგას? ეგრე ეძახიან. ეგრე ქვია თვითონ. რო და ის რა ქვია რომ იმიტომ აბულინგებენო და იმიტომ უწერენ ცუდ რაღაცეებსო რომ დებილობაო მართლაო ეგრე უთქვია. არა მართლები ხართ ხალხო ეხა. მე რასაც უყურებ ხალხი უწერენ რომ ის არისო რა ქვია მას. სვეცკი ხალხი რაღაც ძალიან მაგარი სვეცკი ხალხი სვეცკებიო და ისინიო რა გამოიყენა პეროიანიო გამოიყენა შეიძლება მე გამომიყენე ის რა ქვია ეგეთ ხალხი გვიწერს იმასო კომენტარებსო
რომ ეს სიმღერა რა ამღერაო, როგორ იმღერაო? ანუ ელიტა დაგვიწერაო ესეთი კომენტარები. არა, არ დავცინებ. მე ამას ვერ დავცინებ. ხაბატონო ლალი. ეს ყველაფერი ერის კიდევ ერთი გამარჯვება იყო. ძალიან მაგრამ საერთოდ ეხლა რო უყურე რა ვიმენო. ეს ორი სინგლი ქართულ სამუსიკო იმას ძალიან წინ წაწერს. შენში იმასია ტრიო მანდრის მერე დაიკავა მეორე ადგილი ამან არა ვერკაჩას მაგდონალდ ტრიო მანდილთან ჯერ ერავინ ვერ მის. ახლოსაც ვერ მივა. ტრიო მანდილი არის და იქნება ჩემი ფავორიტი როკ ჯგუფი. მე ძალიან გამიხარდა სწორად არა დამტაგული თქონდა მეთქო მაგრამ არა გამიხარდა რომ კიდე ერთი მიზეზი მომეცა იმისა რომ არ უყურო იმედს მაგას არ ჭირდება ბიჭო არა მაგას ხო რა ჩემი წლები არ უნდა ქონოდა მიზეზი მაგის უყურების ჩემი აი ჩემო არ ვიცი მე გეუბნები მომეწონა მე მაგრამ მაინტერესებს მაგაზე რამე წამოვიდა ეგ იყო საევროვიზიო ევროვიზიაზე ხომ მაგარი საუქთა რომ გადაღება რაღაცა მაგდონის ის იყო ეს რამ ხებოდა დაასხეს ვედროთის წყალი მაგარია საცერში გატარებული რადგანაც ვისაუბრეთ ცოლ-გაცილებულ ქართულ სპორტსმენზე, მოდი მეორე ცოლ-გაცილებულ ქართულ სპორტსმენსაც შევეხოთ, რომელიც ამერე უკვე MMA-ის რეკორდი 18-0-ზე აქვს. კი. ეს ყველაზე მძიმე მატჩი ალბათ. ყველაზე ნოკაუტი არის ეს. ეს როგორ გამოდის ილიას ცოლი და როგორ გამოდის ილია? იასნია. რაიც კლიპის ჩაწერას აპირებს ის მეუღლე. როდის ველოდოთ ახალ სიმღერას? დუეტს გააკეთებენ ეხა ნეკა და ეს ჯორჯინა. უცბად გეტყვი ნეკა და ჯორჯინა დუეტი. რა პონტე ქალებს დავცინეთ ჩეჩემა. არა, მიდით გოგონებო. შეუბერეთ ახალი კლიპები. არა კაცო, ვისაც რა უნდა YouTube-ზე ხო მაგის სივრცეა რომ ვისაც რა უნდა ის ჩაწეროს და როგორც უნდა ის გაერთოს კაცო. აბა რა თავისუფლებაა და მე არანაირად არ იმას შვები არ ვაბულინგებ. მოსწონს თვითონ უბერს. ერთი წაკლიათ და ჩემს საყვარელ როკ ჯგუფს გაუთანაბრდებიან. ერთი? ანუ ეს ნეკა, ეს მეორე და მესამე აკლიათ რა. ხო, და ჩემს საყვარელ როკ ჯგუფი მეორე შედგება უკვე. რომელი ვიდა ისე შეიძლება ჯგუფი? ტრიო მანდილი. ეგ როგორ დამესვა როგორ დამოვიდა ეგ როგორ დამესვა დამეკიდებიდა ხო რაღაცა არა არ გეტყობ ვინ ნეტა იმიტომ ხალხი ისედაც ხდება ვიღაცა გამოჩნდება როკ ჯგუფი რა იყო ვიღაცა გამოჩნდება აუცილებლად ვიღაცა გამოჩნდება კი როკ ჯგუფზე ვისაუბრეთ კიდევ დღეს ეგ რანაირად ანუ ინტელექტუალურად ხო ჩემები გვანახა და ეხა ინტელექტი დიახ მეგობრებო ძუძუების შემდეგ ძუძუები გვიავრია ძმა ძუძუების შემდეგ რა უნდა ვნახოთ თუ არა რენესანსი მეგობრებო მე განახებთ 8 ფოტოს ოღონდ რენესანსის არა თქონდა გამოჩნდა 100 მილიონზე ძვირიღის თუ 100 მილიონზე იაფი თითო გამაზული სწორი პასუხი თითო დალევა ინტელექტი რაშუაშია სამის არა მაგაზე გადავალთ ინტელექტი ტეკილა გიჩვენა მაგრამ მოიცა ჩემზე არა თქვენ რომელიც გაგისტორდებათ რა ორივეს გაქვს სადაც რა მნიშვნელობა აქვს ერჩენ და იყოს ტეკილა იყოს აი ეს რო გაჩვენოთ კარგად ბიჭო არა თუ გინდა დაგტოვეს და ახლა რაზგი და ქერი რა არა პრობლემა ბიჭო დაბრუნდები ეს 30 წამით გავოთ არა სული სალფეთკი მიაწოდეს მე გეტყვით მხატვრებს რა თქმა უნდა ვისი ნახატი არის და თუ რამეს მოგცემ შეიძლება დაგეხმაროთ ეგ თამაშები ძალიან მარტივია მე განახებთ ნახატს გეტყვით ვისი ნახატია და უნდა გამოჩნდეს 100 მილიონზე მეტია თუ 100 მილიონზე ნაკლები 100 მილიონი 100 მილიონი მე სხვადასხვა ძალიან ძლიერ ვარ იმაში ხელოვნებაში როგორ რო იცოდეს პირველი ნიმუში ეკუთვნის ჯექსონ პოლოკს პოლოკი ეს ნახატია მე პროსა ქონა მეგონა შეიძლება მიაახლოვო მაინტერესებს აი უბრალოდ დეტალებში ეს აუცილებლად იქნება 100 მილიონზე მეტი მოდი გეტყვით რომ ეს ნახატი არის თლიანად დიდ კედელზე რამოდენიმე მეტრიანი ნახატია ნომერი 5 ქვია ამ ნახატს 3 2 1 ეს ნახატი ღირს 140 მილიონი დოლარი. ცოდნესოს. მე ვიცოდი ეს ნახატი. უეჭველი იქნებოდა ესეთი არა სულელე. ბიჭო, ხო იგა მუღამი. შენთან სახში რემონტს აკეთებდნენ და მაგის მერე იატაკი იყო ზუსტად ეგეთი კედლები რო შეედეს. ჯექსონ პოლოკი არის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი არტისტი მსოფლიოში. ხალი უნდა მოჭრდო ცოტა და მე უფრო დაინახავ კარგად. ეს გახლავთ ვილემ დე კიუნინგის ნახატი. შეგვიძლია ნუ გავიწევო ხომ რომ დაგვითვალო. 3 2 1 ეს ნახატი ღირს 398 მილიონი დოლარი. რამდენი? ხადაო ბიჭო.
ანუ ეს არის სოფლიოში ნომერ მეორე ყველაზე ძვირადღირებული ნახატი. ნახატი იყიდა იმის დედა ბაპეზე ძვირი ხის, ანუ მაგას მეუბნები, ბაპეზე და იაბაზე ძვირი ხის, ანუ მე ჩემი თეორია მაქვს ნახატებს და თამაშის ბოლოს გეტყვით თუ გინდა ჯერ არ ეს მე გავა. წავაგე? რა ამაზე ძვირადღირებული ნახატი არის მხოლოდ და მხოლოდ დავინჩის ნახატი. კაზიმირ მალევიჩის შავი კვადრატი 100 მილიონი მეტი თუ ნაკლები. აი ის რო გამიზომო წერტილი რო არის შიგნით რაღაცა იქ თვარია ეს? აიცა დასალევი მქონდა მე. აუ, როგორ გავამორეს სონა. ვისაც ეს მაგარი ნახატი შევუქმნია და გავყიდია 300 რამდენად? 400 შეჩემ. კაზიმირ მალევიჩის შავი კვადრატი ლატვიის მუზეუმში დაახლოებით 3 თვის განმავლობაში უკუღმა ეკიდა. სანამ დამლაგებელმა არ აღმოაჩინა რომ უკუღმა ეწერა სახელი და გვარი. და ასე შემდეგ. შეგიძლია მიმიახო შუაგული? როგორ გახუნებულიო? აი ეგ რომ იმიზუმო ხო, აი მანდ რაც ხდება. მიდი რა. დიახ, მუღამი გახლავთ სხვადასხვა ის რომ ხუნდება დროთა განმავლობაში თავის სილამაზეზე ემატება და რო ძველდება ნახატი კი, რო ძველდება ეს ნახატი, უფრო შრება საღებავი, ბზარები უჩნდება და უფრო კარგი ნახატი ხდება. სად ვარ? მალევიც არასდროს არ ვცემდი პატივს. 3 2 1 85 მილიონი ღირს ეს ნახატი. ზუსტად ვიცოდი შენ. თუმცა მალევიჩს აქვს დაახლოებით 60 მილიონით უფრო ძვირადღირებული ნახატიც, რომელიც გაცლებით დებილობა ვიცი. თუნდაც მალევიჩი 100-თხილი. ეს არის ვანხოხი. ვინსენტ ვან ხუხის ნახატი. ხოდაშორის მის სახე. გაიარა და არ შევიდა. ვან გოგის ნახატი კი უნდა ღირდეს ჩემი აზრით მეტი რა. ოლია უეჭველი ტროლი, აი არ ყველაზე იქნება ცნობილი უეჭველი. ნახატი არ არის ეს ხო, უბრალოდ. აი მე პირველად ხარ, მე ვან გოგის ზოგადად ძალიან თვალს ვადევნი ხოლმე ესე და ჩემი აზრით შეიძლება არ ვიცი ვაფშე ეს. აი, მოდი. არ მახსოვს კაი, გავს ვან მოდი, გოგის რაც ნახატს არის, და არის, გვამაი. მიდი. არა, გეუბნებით რომ ვან გოგის ნახატია. 3 2 1 ეს გახლავთ 87 მილიონი. არა და აი ვიცოდი რომ არ იქნებოდა და ვან გოგზე მევასება ის დოქტორ მოიცა, ბუში რა არის დადო? სერია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სერია აა, არის შენსკენი? ვან გოგის მონაწილეობით. დიახ, მუზეუმში რომ ეუბნება რომ ვან გოგის შეეძლო ყველაზე სევდიანი ფერები ყველაზე ლამაზად გადმოეცაო. მეგობრებო, ეს გახლავთ ფრიდა კალოს ნახატი. მინიშნებას გეტყვით და გეტყვით რომ ეს ნახატი გახლავთ ქალბატონ მხატვრებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ნახატი დედამიწის ზურგზე. ქალები ახლა რას ხატავდნენ დილად? აი მაგარი ნახატია ძალიან. ამ ნახატში კი რა, რაღაცას სერიოზული არის ამ ვან ნახატში. გოგის ნახატში დაინახავ რაღაც, მაგრამ იქ ნაჯღაბში, ნუ კაი რა. 3 2 1 და 54 მილიონი ღირს. ეს არის ქალებს ესე აფასებს თქვენ. ეს არის კლედმნე. ლეჯბინი, მე მომწონს ეს ნახატი. მე ამას ვიყიდი. ო, მეც ვიყიდიდი ამას. დაათვალოთ რა ვიცი. თან აი კარგად თუ დააკვირდები. მე მზად ვარ აი ეს ენჯორა. ანარექსში მე ჩანს მზადო. ტირიფები. 3 2 1 ბატონო ცოტნე მიირთვით. 117 მილიონი ღირს კლოდ მონეს ნახატი. 117 მეტი. პრინტები თუ იყიდება ამის იაფად დიახ, აი სამი დათვი რო ხეზე ადის იმ ნახატთან ერთად შეგიძლიათ იყიდოთ და დაკიდოთ კედელზე. შემდეგი ნახატი პონტორმო. ბიჭუნა შუბით ქვია ნახატს. პონტორმოს ნახატი გახლავთ ეს. არ ექნება ეგრე. ბიჭუნა შუბით. ბიჭუნა უეჭველი? შეგონია რა გოგონა? იქნება ჟანა დარკია. We can non binary ივის ალბათ. ნახატია? პონტორმო. ესპანელი ის არის ხო? არა, იტალიელია. 3 2 1 ვა, დამიძრ. ბატონო გუნდიში მიირთვით. დალი. ეს რა არის, მა? ქსერუქსი? არა, ეს მე ვიცი. მეგობრებო, ეს გახლავთ ენდი ვორჰოლის ნახატი. აი ეს გაგიდიდეთ თუ გაინტერესებთ, აი ეს მანქანა არის მოყოლილი ავარი. ქსერუქსია, ნახატია? ქსერუქსი. ფოტოებით არის გაკეთებული ნახატი, მეგობრებო. მელინ მონროს 4 ფოტო რო არის ფერადად გაკეთებული, ეს ენდი ვორჰოლისაა და ეს ენდი ვორჰოლი. 3 2 1 ბატონო გურამ 152 მილიონი ეს ეს ნახატი. რა. სხვა დროს ენდი ვორჰოლი გეი იყო და თანახმა იქნება. მე მაგიტოთ კი. რო ჩემროლადი. პატივი უნდა და ეცა. ჩემროლადი სხვა გარს აი და ეს უკაცრავად რა არის ასახული სურათში? ავტოკატასტროფა პატივს. უბრალოდ ავტოკატასტროფა, არაფერი დეტალების გარეშე? არ დავინტერესებული ვარ, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ, ამ რვა ნახატიდან მხოლოდ ამ ნახატის შესახებ არ ვიცოდი არაფერი. აჰა, გასაგები. როგორი განათლებულია ჩვენი ლალი? ზეგან როკ ჯგუფებზე ვსაუბრობდით სხვათა შორის და მე რომ მღერალს შევეხეთ, ახსენეთ ქართული საუკეთესო როკ ჯგუფიც ზეგან და ქართული საუკეთესო როკ ჯგუფი მინდა. ტრიო მანდილი რა. იასინი.
იმენდალია გაგიჟდა უკვე. ბიჭო არა იმენდალი მახლა გავგიჟო როგორ მივხვდი ეგრევე. ლინდემანი იყო ჩამოსული, ოღონდ თავისი იმით არა რამშტაინი, ლინდემანი მეორე ჯგუფი რაც აქვს, მაგით იყო სადაც სპორტის სასახლეში იყო. ბიჭო თავის ბიჭო სოლო მომღერალი ჯერ მაგი ხო, მაგით იყო დავით, რა მაგას აქ დახურული ისენი არა, კონცერტები ყოველთვის და ისეთი რაღაცეებია ხოლმე, რის ანუ მაგალითად ნიკო იყო ლინდემანის იმაზე ერთ-ერთ კონცერტზე და ისეთი რაღაცები ხდება ხოლმე რომ გადაღების უფლება მაგალითად თელი კონცერტის განმავლობაში გაძლევენ ერთ სიმღერაზე ეგ ეტყვიან რომ ამ დროს შეგიძლია გადაიღო იმიტომ რომ გამოსულა რაღაცა დიდ ის რა ქვია კლიტორზე იჯდა და ბუშტებს აფრქვევდა მერე გამოდის რაღაც დიდი პენისი უკეთია ანუ ძალიან ბინძური შოუა და იმე პროსტა სოლისტი მარტო ლინდემანია ლინდემანი ქვია ეგრევე ჯგუფს და დალში სხვა სასტავია რა რამშტაინის ხალხი არ არის ჩუმად რომ გადავიღო მეტარეიბანის მაგალითად გამოგაგდებით ანუ თუ გაგიგეს უეჭველი გამოგიშვენი მაგდენ ხალხში ნახავენ რომ განა ეგეთი ის არის რა ქვია რაღაცები არის გასო YouTube-ზეც ლინდემანის ის რო ნახო არა მე მაგ ნანაც გასო ლინდემანი ბევრი რამე მაქვს ეგ კადრი რო და ზოგადად რამშტაინი ჩემთან დაანახლოს რაღაცას რო იმოშება არის ბევრი ის რა ქვია ვიდეო მაგრამ აქ ერთი რაღაც იყო თავიდან რო გაბაზრდა რომ ეს ლინდემანი ჩამოყავდათ და ჩამოყავდა რუსულ კომპანიას ანუ ძალიან მიყვარს მაგ გიждები აი ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი როკი ის არის როკ ჯგუფი ყოველთვის ვიზახდი რომ მეთქი აი ლინკი პარკი არის პირველი ჩემთვის ყველაზე მაგრამ მევასება და მე ძალიან მევასება მეტალიკა პროსტა ბიჭო მე რა არის მე მინდოდა ანუ წავიდოდი უოჭველი პროსტა ვერ გავიგე ანუ ვაფშე არ ვიცოდი რომ ჩამოდიო. და გავიგე TikTok-ები რომ დაიდო, მე მეთქი ვაფშე თავიდან მეგონა რამშტაინი ჩამოიყვანეს მეთქი რა რაღაცა და გავგიჟე მეთქი რაღაცა და ლინდემანი რო გავიგე რომ ლინდემანი იყო, პროსტა აი კიდე დავშვიდი მე ცოტა რა. რამშტაინი ჩამოდის და იმას აქვს სპორტის სასახლეში არის, აი როგორი აბსურდი. სპორტის სასახლეში იყო? ხო. სულ დახურული ის არის ხოლმე ეს ლინდემანი. რამშტაინი რო ჩამოსულიყო, რამშტაინი სჭირდება მინიმუმ გეუბნები იპოდრომი მთლიანად მინიმუმ იპოდრომი ბიჭო დინამოზე ჩვენი რომ დაეტევიან ჩემი აზრით დინამოზე ბორს ბაიჭაზე დინამოზე ჩვენი რომ დაეტევიან კაცო ანუ 62000 კაცს თუ რაღაცა ეტევან ჩვეულებრივ დაეტევიან მოედანზე კი შემაი ხარ და რამშტაინის კონცერტები ან ძირითადად არის ხოლმე მოედნებზე არ არის რა უფრო გაშლილ ადგილას იმიტომ რომ სცენა და მოწყობა ზოგადად რაც აქვს ხოლმე ის ძალიან დიდ ადგილას არის და ძალიან შორს არის ხოლმე კი ძალიან დიდი იპოდრომი მონაგონი არის იმხელა ტერიტორიაზე იყო თქვენი იყავით აი მე ბიჭო ოცნებადო ან მეტალიკაზე ან ამაზე რა არის ანუ რამშტაინი არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შოუ საერთოდ რაზეც შეიძლება მოხდე მე და ცოტნე და ბიჭები მთელი ჩვენი სასტავი ვიყავით ძალიან ცუდა მინდში ან ტალახში ვიდექით და რაღაცა ნაიმბეგენში ყველა ისეთი მთრალები ვიყავით ვერ გზნობდით დიდად ეხა ან სიცივეს ან რამეს ან რაღაც მაგრამ იმდენად მაგარი შოუ არის და იმდენად მაგრად ასწორებს თან დღის შუქზე იყო ხო იცი ღამე ბევრად ეფექტური არის რამშტაინი ჩვენ რომ მივდიოდით ნაკრების თამაში იყო მაგ დროს და მატარებელში უყურებდით თან მაგრად წვალობდით ხო და იდოქში რამშტაინი ერთ-ერთი ძალიან მაგარი არის მაგრამ თემა რო აქ იყო რუსული კომპანიის ჩამოყვანილი და რაღაც ეგრევე აგორდა იმიტომ რომ ძალიან მძაფრად იყო მაშინ სააქციების პერიოდი და რაღაც ის მე მადლობები რო თქვა ინგლისურად რაღაცა ენაზე და რუსულად და მე ბოლოს ქართულად ხო და ძალიან კაია განისწორდა ბიჭო ქართულად თქვა რო გითხრა ბიჭო ბევრი გაღიზიანდა მაგაზე და მე არ გავღიზიანდებოდი ხო ბაზარი რუსეთი კაი რუსეთის დედამო მაგრამ პროსტა ახლა ამი იმისთვის ხო არა ანუ იმისთვის ხო არა იმისთვისაც არის ანუ არა იმისთვისაც არის რა მომენტია ლინდემანისთვის ახლა რუსეთი რას წარმოადგენს შეჩემ ახლა ისეთ რაც ჩვენ აი ჩვენ რო ვიცი აქვს რაღაცა გაღიზიანება და ახლა რო არ გვევასება რუსეთი რა თქმა უნდა მაგის რუსეთში მაგარი აწყობილი ქონდა მაგას კარიერა ხო და ახლა ის რატო ხო და ახლა ის იასრია იყო სპასიბაზე ის ყავდა რაშაც ყავდა რუსი ხო თუ ცოლი რაშაც ეყოლებოდა და ის ყველაფერი ეყოლებოდა ცოლი არ ყოლია ცოლი ვაფშე არ ყოლია შეყვარებული იყო ხო ცოლი ვაფშე არ ყოლია ხო და მე ეს ომი რო დაიწყო მოგონი არა 18 წელსაა 60 ეს მაგაში მაგარიში იქნება ეს რაღაცა არა მახსოვს იქნება ის მახსოვს შეყვარებული ის რო ნახე ანუ გარი განსხვავებული იქნება ვინ და ის ბიჭო ლინდემანს ქონდა რაღაც ეგეთი ისინი რა ქვია კონცერტზე სხვათა შორის ლალი შენც რო იყავი თუ შეამჩნია შესვენებაზე რო არ გასულა რაღაცა ის ქონდა რა ქვია ეგრე უჩივლა ვიღაცა გოგომ რო დაკვატიჟესო უგანო ბექსტეიჯზეო და რაღაც ის რა ქვია გაუპატიურება და აიმპერიასა თუ სექსუალურად შემოვიწროებს თუ რაღაც და ეს აღარ გადის ხოლმე მაგერში ის რა ქვია შესვენების დროს იქით რა მოხდა ესეთ რაღაცა კონცერტზე რომ პირველ რიგში თევზი ედოპირში
და მე თევზის როლა დაიწყო აუდიტორიაში. ნახე ვიდეო თემა ის რომ ძალიან ბევრ რუსთან ქონდა იმ პერიოდში შეხება ვინც ოჭველი ჩამოიყვანა ექნებოდა. იცოდა რომ აუდიტორიის ძალიან დიდი ნაწილი რუსები იყვნენ ეგრეც იყო, ხო და მაგმონში ალბათ მე იასნი არ მომეწონებოდა და ჩვენთან ხო დღეს არის უკვე ის თემა რომ არავი რუსი ინდოელი ესა არის რა და ეხლა რუსი ხო მენა ძალიან ბევრი არის ჩვენთან ხო და იასნია იტყოდა ეხლა ნუ რატომ უნდა გაუკვირდა ხალხს მე და მაგხელა აგრესია არ მაქვს ვინც ჩამოსულები არიან მაგ რუსებზე იმიტომ რომ იმ ყავას გამოქცეულები არიან რა ალბათ ძალიან დიდი ალბათობით მაგ მაგიტო არიან რომ ის არ მოწონთ რაც იქნება და შარშიანდაც ორ ნაწილად არის გაყოფილი უმეტესობა მაგის გამო ყველა ხო ეხლა ყველას აქვს თავის თავში ის ვიღაცა მაინც არ აღიარებს ეჩემ რომ ნაბერი და გონი ქვეყანა არა და მაინც იმაში ბევრი ამბობს ეგეც ორი კამანდაა მაგრამ ამაც იმათ უფრო ვერ ვიტან რა იასნია რა ეხლა ვინც ადიდებს და აკებს იმას რომ კი იცი რა ის რომ დაბომბეს კაი იყო ჩვენი ტერიტორიაა და აბა რუსეთში რო დედი ხდება მოდი მე ცოტა ხანი საქართველოში ვიწყო ხო არსებობს ხალხი რომლებიც სხვანაირად უყურებენ და ანუ უბრალოდ სპასიბას გამო არ უნდა გაგიგვირდეს მით უმეტეს რომ იცი რომ 90% შენი აუდიტორიის არიან რუსები მაგ მომენტში რა და დალი ჩემი აზრით უფრო უნდა გიკვირდეთ მეგობრებო ის რომ ახალ წელს ბათუმში ევროპის მოედანზე მაჯანჯაზე მიდის გუგუნი და ის რა ქვია 1 იანვარს რო გამოვედი ქუჩაში და ნახევარი საათი სანამ გელოდებოდი სანამ მოხვიდოდი თქვენ რო ვიდექი ქართველი ვერ დავინახე ქართველი ვერ დავინახე ვიდეოები შევხვდათ ახალწელს ახალი წლის ვიდეოები შევხვდათ თავისუფლებაზე რა ხდება კაცი ვალინდემანის პასიბაში ქართველი არ იყო ბიჭო მე ამის 2 საათზე თუ რაღაცაზე საახალწლო სოფელში ჩავედი ბავშვი ჩავედი საღოლდალი ვაფშე ვერ გავიგეთ ბავშვი ჩავიყვანე შეჩემა რა და ძალიან გვიან რომ მეთქი თავისუფლება რაღაცა ვიცი რომ მთელი ღამე ანთებულია და ისაც მედესვალებო აი მართლა ქართველი არავინ არ იყოს არა ბიჭო გადაო ჩემთან რა ხდება იცი კიდე ესე ამხელა კუტოკები არის ხო აი ინდუსების ის არის ხოლმე კუტოკები აი ერთად რო დგანენ ჯგროდ გზაიკეტება ხოლმე შენთან ვაფშე ვარ კეთილში რაღაცა უნივერსიტეტის აშენებას აპირებენ რაღაცა იმენა ინდუსებისთვის ვაფშე რაღაც ეგრე არის ვაფშე მაგარი ისა ქვია არაბულ ქალაქს აშენებენ თუ რაღაც გავიძრა რავი უნივერსიტეტი კი არა ქალაქს აშენებენ მეგობრებო ჭუჭუს წელავთ და შესაბამისად ლოგიკურად გადავდივართ ჭუჭუს წელვასნაირ სპორტებზე კაცები ვარ და ჭუჭუს გავწელავ შენ რა შენ რო ვერ წელავ ლალიკო მაგითო გწყვილი ბიჭო გინდა ჩემი ჭუჭუ გაგაცემიო კაი დავიწყოთ მადლობა ვისაც გაინტერესებთ როგორ წერავს ლალი ცოტნეს ჭუჭუს პატრეონზე იქნება $1000-ზე შეგიძლიათ $10 იყიდოთ ხო ერთი წამი სანამ თამაშზე გადავალ მართლა იმიტომ რომ დალევა მოგუძებს იქ და ბარემ ადეკვატური ვარ და ვიტყვი გარდა იმისა რომ ოფისი შევიცვალეთ და სხვა ადგილას გადმოვედით ასევე ცვლილებები გვაქვს არხზე და გვინდა რომ ახალი პროექტები დავამატოთ და იმედი მაქვს მეგობრებო რომ გვერდში დაგვიდგებით მაგ ამბავში ჭამე-ანაჭამე დიდი ალბათობით ნუ თოდახანი აღარ იქნება ლევან საგინაშვილის ეპიზოდს თუ არ დავაბრუნებთ თუ ვერ აღვადგენთ არ იქნება მე შემიძლია ძალიან ჭამო და ლევან საგინაშვილის ჯანზე გავიჩითო უცებ გავიჩო და შემიძლია მაგის მაგიროთ დუბლი ორი ვიყო შემიძლია თუ ძალიან გულში გაქვს კი გაბუმ იმენა ჭამე-ანაჭამე ლევან საგინაშვილის ეპიზოდია ჭამე-ანაჭამე წაშალა შეჭი ხო არა ჭამე-ანაჭამე ამ ეტაპზე ვფიქრობთ რომ დავაპაუზოთ და რაღაცა ახალი იდეები გვაქვს და სულ ცოტა ხანში შემოგთავაზებთ მაგ იდეებს და იმისთვის რომ ჩვენ კიდე მაქსიმალურად მუღამი გქონდეს ამ ყველაფრის კეთების მაგისთვის საჭიროა რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და იაქტივოთ კომენტარებში მეგობრებო ახდება 50000-ზე კი დიდი ამბებია 50000-ზე გიორგი კალატოზი მოვასტუმროთ არ თავარია ვა ეს თავარი გიორგი კალატოზი ხა ბიჭო რაღაცა ბოლია რა ისი ბრალ გიორგი კალატოზი 50000-ზე სტუმრად და ისე ყოველ კაისტომარი ძალიან ოღონდ იმუქრება რა ისეთ რაღაცებს მოუყვებიო ხო ხო გუშინ მაგარი აიო მოუყვებიო რა ის დეცო და ისი რა არის მე ცოტა ყველაზე მეშინია იმიტომ რომ ზედმეტად დიდი ხანი ავიცნობ ხო და მაგ ზედმეტად ბევრი რა ისე რა მე რო გადავხედე ჩემს ცხოვრებას მე იქ უკან ვიждები და ვიცინე მაგ ყველაფერს თქვენი დარდეს თორე არა მე ჩაგიკუჭავ არა მოდი გეხოცები რაღაცები იმაზე გააშავო ე თორასლას ჩაგიკუჭავ რა ამომიწა აი ყველაფერი ყოფა ის ორასლას შეგინოთ გაზარდო ეთი სამაგას არა სამაგის არა იყოს ხუთმაგი იყოს გაჩი რას შევხედე კარგი სულ ეს არის რის თქმაც მინდოდა და ქალბატონო ლალი გაწელე კუტო მინდი ლალი შე ვა მოკლედ 10 სპორტი არის მეგობრებო
უნდა გამოიცოთ რომელი არის ნამდვილი და რომელი არის ნამდვილი და რომელი არის ჩემი მოგონილი. რა თქმა უნდა, წაგებული სომს. ასევე მაყურებელს მივმართავ, რომ დაწერონ მათი გამოგონილი სპორტები, საუკეთესო გამოგონილი სპორტების ავტორებს დავასაჩუქრებთ ბავარიას და ლუდისას კომბინირებული. ეხა იმ ტიპმა რომ ისევ დაწეროს, რომ ვაზელინით სპორტად თუ ჩავთვლით შეიძლება. ყველაზე კრეატიულს კი გამოვარჩიო და ალკოსფეროსგან გადავცემთ მისთვის ასურულ ალკოჰოლს. იქნება ეს რომი, ტეკილა თუ ვისკი. პირველი სპორტი. ზღარბზე ყურძნების წამოცმა. ზღარბზე ყურძნების წამოცმა. ზღარბზე ყურძნების წამოცმა. შენი ავანტყოფი გონებოდ და ამის მიზანი, კაი, მიზანი რა უნდა იყოს ამისი, ეხლა მითხარ. ზღარბზე ყურძნებს წამორთოს რას? არა, უკაცრავად ზღარბი დადის და ყურძნები უნდა ესროლონ. დიახ, და უნდა წამოიცვას ყურძნები. მე ვიცი ეს მართალი იქნება, იმიტომ რომ ამის ავანტყოფი გონების მოგონილი რო იყოს. ზღარბის წამოცმა იქნებოდა ძალიან დიდი ალბათობით. ასე რომ ეს ნამდვილი სპორტი. აი დავფიქრდი. არის გაბოლოში. აი დავფიქრდი. 3, 2, 1 და ეს სპორტი რა თქმა უნდა არ არსებობს მეგობრებო. აუ, ჩემი კაი, აი ხო ვიცი რა იყო რა. ყურძნის წამოწმა ზღარბი და ყურძენი ბავშვი შუაში იყო ერთმანეთთან. არა, მე ჩემი კარგი. მე ინტერესებს სპორტში, მაგრამ მაგარი ვიხართ. რაღაცა მაგ ეგეთი ხეობა ნახი და რატომაც მეგონა რომ მაგ კუტუტლეკიობასთან იქნებოდა რამე კავშირი. მაგრამ შეიძლება ბიჭო რორამე სადაური შეიძლება იყოს ეს სპორტი. აი ესპანური შეჩემა რა. რატო? ზღარბები და ყურძენი ვანდარი. იაპონური იქნება აუცილებლად, იაპონური იქნება. ზღარბები და ყურძენი ზღარბებია. ხო, არ ვიცი რა, რაღაცა მინდოდა რომ სადამდე სადღაც მივსოლი. ცვინის ტყავის შარვალში ჩაგდება. ქცვინს იგდებენ ტყავის შარვალში. ქცვინი არის მღრღნელი. ქცვინს იგდებენ შარვალში, იმ მიდამოებში მამაკაცები და ეს ქცვინი იკბინება. და უნდა გაუძლო დიდხანს, ვინც ყველა დიდხანს უძლებს ის იგებს. აჰა. რა ვიცი. სოფლიოში აღიარებული ტიპი რო იყოს, ვინმე ვინც მაგას აკეთებდა. ვიცი, პოლიკეთ ხო, აი ვიცი, პოლიკეთ ინგლისში რო გეთქო, ხანიო პოლიკეთ ყოფილა ქცვინი. აწეღან აправდა რა მოხდა რამშტაინმა ის პასიბა რო უთხრა. კარგი სტრაიკი. მე ვამართლებდი შეიძლება და უზოლოდ ბაზრო, მაგრამ ლოგიკური. კაი, კაი, ნუხიბიშო, ნუხიბიშო. 2, 1 ანუ ბატონო გურამი თქვენ თვითონ რომ არ არსებობს ეს სპორტი. მე ვიცი რომ არსებობს. მის ხო არ არსებობს. ეს სპორტი არსებობს ბატონო. აი ბიჭო რატო არიან ეგეთი აუმწყობი რა. სამზის ჩემპიონს ვიცნობ პირადად. შემდეგი სპორტი გახავთ მეგობრებო, ჟირაფის დაბანვა. აქ თავარი მუღამი გახავთ ის, რომ ჟირაფი უნდა დაბანონ კისრიდან კოჭამდე და ითვლება როგორც შესრულებული სამუშაო, დონის მიხედვით და დროის მიხედვით. კაი შიში. აუ ეგ ქცვინი თუ რა შარვალში. ვერზე თუ არა, ეგ ლოგიკურია. რაღაცა თუ სპორტია, ჩემი ჟირაფის დაბანვა რატო არ შეიძლება რომ იყოს რავი. არ შეიძლება და ამოიღე ის. არ ვიღებ მე. აგინა. ზღარბზე იმის ყურძნების დავიჯერე შეჩემა. 3, 2, 1 კანგოლი ვაფირო მართალი ბზანდებით არ არსებობს. იასნია ბიჭო რა სიცოცხლელი არა. არა, ეხა ის სიცოცხლელი იყო ჩემიაზე. არ შეიძლება არსებობდეს. ის სიცოცხლელი იყო ჩემიაზე, მაგრამ რა ვიცი რა. კაცმა არ იცის. იციგდება. ჭის ხრელიდან ამოყვანა საუბრით და სიტყვიერი მოფერებით. დიდ მდელოზე გადიან, თხრიან ორმოს და ამ ორმოში რაღაცებს საუბრობენ. ვინ არის ლამაზი ჭიაო? ვინაო და უნდა ვინც პირველი ამოიყვანს ჭიას სოროდან ის არის გამარჯვებული. ბაზარიში. დიდი მდელო რო არ გახსენებია არებით და თბილი სიტყვი ჭიის ამოყვანა ძალიან კარგი სპორტია. 3, 2, 1 ეს ნამდვილი სპორტია მეგობრებო. გები. შენ რა ისი მასკანია? და რა შეიძლება ბიჭო ბაზრობენ და ისინი ამოდიან. ზოგი დოლზე უკრავს, ზოგი ურტყავს რაღაცას, ზოგი ეძახის, ზოგი მუსიკალურად და ასე შემდეგ. ფეხებს შორის რებში ამორტყმის აუცილებლად იქნება. აუცილებლად იქნება ეგეთი რა. დამიჯერეთ მე. დავაი. ჩემპიონატი მეგობრებო და არა მაგალითად გადაცემა ან რაღაც. ჩემპიონატი ჩვეულებრივ. 3, 2, 1 ცოტნიერი მართალი. ცოტნია მართალი? იმენა ბიჭები. შემორტყმა რატო არ არის იცი? შენ რა შეგვიძლია რა? არა, იმიტომ რომ ყივა. ის არსოს, ლალი გეხვეწებ ის არსოს არაფერს. არსოს იტყვევი, ვითომ სულ იქნება დამალებინონ მე. ცოლის ზურგით თრება. ეს არის ლიტვური სპორტი.
ცოლი უნდა შემოისვა ზურგზე, უნდა ირბინო, გადიხარ დაბრკოლებებს, ტალახში გადიხარ, ადიხარ ბოცებზე, საბურავებზე დარბიხარ და ასე შემდეგ. ან ლიტვურია, ან ესტონური. 3 2 1 დიახ, ეს ნამდვილი სპორტია მეგობრებო. თუმცა საქართველოში პირიქით არის ცოლები ათრევენ ქმრებს ემიგრაციიდან. ხონუ ახლა ეგრე არის ახლა ცხოვრება მოწყობილი. შოკერბურთი, ფეხბურთი, ოღონდ ელექტროშოკერებს ურტყავენ ერთმანეთს და ისე ართმევენ ბურთს. ოღონდ ნამდვილ ელექტროშოკერებს არტყავენ, ანუ სუსტს არა, აი სექსუალურ მოძალადებს რო ურტყავენ, ხომ ეგეთი ელექტროშოკერებით, აი რო შენ რა იცი სექსუალურ მოძალადების რას ვთქვა? შენ არ მოიყვებოდი რა მაგივიდა გუშინ? 3 არა. 2 1 გუნდის დალეთ. გეი ფუ. ნოიც მე წავაგე? არა, მოვიგე, ხო? აუ, რაღაც ისეთ ქენი რო დავლიო შეჩემოთ. ყველა პროსტო გავცე არა სოლოსები. შენ დაჭკვენი ხო? ძალიან. დათვლის ჩემპიონატი. ბრინჯს ითვლიან ბროწეულის მარცვლებს, ნახატზე ადამიანებს, გეომეტრიულ ფიგურებს, ნახატზე რაოდენობას ითვლიან ფერებისას და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ჯამდება, ესე თქვა, საერთო ჩათვლა და იმის მიხედვით ასკვნიან გამარჯვებულები არიან თუ დამარცხებულები. იდეაში IQ უფრო არის ვიდრე სპორტული აქტივობა. 3 2 1 ბატონო ცოტა დალიეთ. ოიე! არა და არსებობს ეს ჩემპიონატი. არსებობს, მე დავაფუძნე და მე ვარ ერთადერთი ჩემპიონატი. აბა გითხარით თქვენ ჩემპიონატის შესახებ თუ ჩემი ჩემპიონატი არის ძალიან საინტერესო, ძალიან მიყვარს მე პირადად და თქვენ თუ არ გიყვართ? ბეჭო, ისე ეგრევე რომ ჩაიყარო ხოლმე იმიდან ასე გუნჩა რო აკეთებს ხოლმე მას არა? ეგ ჩემნია. შემდეგი სპორტი გახლავთ ტაილანდური, ტრადიციული, მხოლოდ ტაილანდში არის ეს სპორტი, ეს გახლავთ ქოქოსის ხელით გარჩევა. ოღონდ აქ ითვლება ორი კატეგორია. ქოქოს ნედლ ვითარებაში ჯერ ერთხელ ირჩევა და შემდეგ კიდევ შიდა მხარეც ირჩევა ქოქოსის. შესაბამისად, ორი კატეგორია არის ქოქოსის ხელის გარჩევით, რბილი ნაწილის და მაგარი ნაწილის. ოღონდ ეს არის, რა თქმა უნდა, ცარიელი ხელი. და ნუ ვინც გაარჩევს, ეგ არის ორი კატეგორია არის ნედლი გარჩევა, ანუ გარეთა ნაწილი, მწვანე განაწილის მოცილება და მეორე არის უკვე ქოქოსის შიდა ძლიერი ნაწილის გარჩევა. ეს ყველაფერი არის ცარიელი ხელით? დიახ, ცარიელი ხელებით. უკაცრავ დახეთქება და რაღაც შეუძლია, რა თქმა უნდა, ანუ მე გიგულისხმება, შეუძლია დაახეთქო და აშენო. ოღონდ ასევე ითვლება სითხე დაყრილი. 3 2 1 დიახ, არ არსებობს მართალი ბრძანება. და ბოლოს კიდევ ერთს გეტყვით. ერთი არის აღარ კიდე. გითხრა, ხო? რამდენი იყო ბრძოლაზე? 10 150 ადამიანი იბრძვის 75-ზე. დიდი ბოძი აქვს, არის გამარჯვებული. ქვემოთ ეს 75 ადამიანი ერთმანეთს ურტყავს, აფურთხებს, ცემენ. თავარი მუღამი არის, რომ ერთ-ერთი გუნდის წევრი მაინც აცოცდეს ბოძზე და დაჯდეს ბოძის წვერზე. ტრაქში თითის სტატიკება შეიძლება? დიახ, რა თქმა უნდა შეიძლება. აი, ეს რაღაცა მოყვა ყველაფერი. არა, ისეთ რაღაცა მოყვა. რავი, ლალო ჩაღო, რა. შლემები აფარიათ და თვალში თითის დარტყმა არ შეიძლება. ლალი ეს ტრაქში შეიძლება თვალში არა, არ შეიძლება. ტრაქში ხუმრობა იყო. ტრაქში ფეხებს შორის ამოტყაშო, ანუ არ შეიძლება არასპორტული დარტყმები. ვიღაც ხუბრობა და მე ლალი შენ თუ ეს მოიფიქრე. აი, ჩემ ბოძზე დაჯექი აქ. დაითვალე. 3 2 1 ამ სპორტს ქვია ბოტაოში და არის რომელ ქვეყანაში? ინდოეთში. რომელ ქვეყანაში იქნება ეს დებილი სპორტი? იაპონიაში. რა თქმა უნდა, იაპონიაში მეგობრებო. დიდი მადლობა ლალიკო. ძალიან კაი თამაშები იყო დღეს. დღეისათვის სულ ეს იყო. ნელ-ნელა გავიდეთ ფინიშისკენ. გათამაშების პირობები გითხარით და სანამ დავასრულებთ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი წარდგენი არის ჩიპსი ლუდისა, ნატურალური ქართული ჩიპსი, ასევე ჩვენი სპონსორი არის ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია და ალკოსფეროც ჩვენს გვერდით არის, რომელმაც იზრუნა დღეს, რომ გაბუ სახლში მივა მძინარე. კარგად ვიყავით, დიდი მადლობა. მოვალ შეხვედრამდე. ძმები ხართ. გაიხარეთ.